საქართველოს თვითონ აი სპეციფიკა ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ყოველთვის გვახსოვდეს. აი როცა ამ თემაზე ვლაპარაკობთ, ხო? ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საქართველოს ქართულ კულტურას ფასეულად რა მიაჩნია და რა გადმოსახედიდან აფასებს მოვლენებს. ის რომ რაღაცა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ვართ, რომელიც პირდაპირ რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის, ხო? მაგან ჩვენს კულტურაში დაამკვიდრა სხვათა შორის სახელმწიფოებრივი პრობლემები შეგვექნა მანდიდან გამომდინარე, მაგრამ დაამკვიდრა ასეთი მიდგომა, რომ სისტემასთან დაპირისპირება იყო კარგი ტონი ჩვენს კულტურაში. ანუ წინააღმდეგობის ასეთი მიდგომა გააჩინა. იმიტომ რომ თავისთავად ცხადია რაღაც ჩვენს ძალიან ფუნდამენტურ ფასეულობასთან წინააღმდეგობაში იყო ის იდეოლოგიურად საბჭოთა კავშირი, ხო? ხო და რა თქმა უნდა, მაშინ როცა საერთაშორისო დონეზე ხა იყო დასავლეთი და აქეთ საბჭოთა კავშირი და ძირითადი კონკურენტები ისინი იყვნენ ერთმანეთის და როცა სიტუაცია მივიდა იქამდე, რომ დასავლეთმა იდეოლოგიურად საერთაშორისო დონეზე გამარჯვება დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირმა, ასე ვთქვათ, იდეოლოგიური დამარცხება დაიწყო, ხო? როცა ხალხმა თვითონ საბჭოთა კავშირშივე ისინიც კი, ვინც საბჭოთა კავშირს თავიდან რომელი ნაწილიცაც ჯეროდა, ხო? მათშიც უკვე გაჩნდა სკეპტიკური დამოკიდებულება, გაჩნდა ზოგადად მაგ იდეოლოგიის მიმართ, ხო? აღარ ჯეროდა. დასავლეთი უფრო მომხიბლელად წარმოესახათ, ხო? ანუ საერთაშორისო დონეზეც რა გარემო იყო, ეგეც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოში რა პროცესები ვითარდება, ეგ უნდა გვესმოდეს, რომ ეგ მარტო საქართველოში არ მომხდარა ამოვარდნილად, ზოგადად სოფლიოშიც რაღაც პროცესები ხდებოდა და საბჭოთა კავშირი კრიზისში იყო, საბჭოთა კავშირის ზოგადად იდეოლოგია კრიზისში იყო, უკვე შესული თვითონ საბჭოთა შიდა სივრცეში, ხო? და ანუ ის ფაქტორი, რომელიც ჩვენ ავხსენით, რომ ზოგადად საქართველოს კულტურულად ქონდა წინააღმდეგობის განცდა, იმიტომ რომ რელიგიიდან გამომდინარე, მაგას დაემატა ასევე ის ფაქტორი, რომ ზოგადად საბჭოთა კავშირმა დასავლეთთან დამარცხებისკენ წავიდა. საკუთრებით 80-იანი წლების მეორე კი, ანუ ბოლოზე ვლაპარაკობ საბჭოთა კავშირის მიწურულს, ანუ ბოლო წლებში ეგრეთ წოდებულ გარდაქმნა უკვე თაობა, რომელიც წამოვიდა, ის თაობა საბჭოთა კავშირს აღარ მიიჩნევდა მაგ მიდგომას, მაგ იდეოლოგიას, აღარ მიიჩნევდა ფასეულად. საერთოდ არ იყო მაგ შეხედულებების მიმართ ლოიალური, ასე ვთქვათ, ხო? და მაგ პერიოდში თავისთავად ცხადია, რომ საქართველოში გაიმარჯვა, აი კარგად უნდა გავიგოთ, საქართველოში გაიმარჯვა მაგ შეხედულებებისგან და მაგ გავლენებისგან დამოუკიდებლობის და განთავისუფლების სურვილს. ხალხში გაიმარჯვა ჩვენი სუვერენიტეტი, ანუ ხალხი ითხოვდა, რომ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი თავისუფლება გვჭირდება. და რეალურად, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ მაშინდელი აი ეს ეროვნული მოძრაობა, რომელიც დაიწყო, ის იყო მთელი შინაარსი მოძრაობის იყო ის, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მიგვეღო და პირველ რიგში თუ კი რამით იხსნებოდა, რატო გვჭირდება ჩვენ დამოუკიდებლობა, ეს იხსნებოდა სწორედ რელიგიით. ანუ ეხა 15 რესპუბლიკა იყო და რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა ყველას უნდოდა და არც ერთი ერის დაკნინება არ შეიძლება და რა თქმა უნდა ყველას თავისი სახელმწიფო უყვარს და მიაჩნია რომ უნდა იყოს სუვერენული, მაგრამ საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით მძაფრად ჰქონდა ეს ამბიცია დამოუკიდებლობის. თუნდაც თავის ისტორიიდან გამომდინარე, რელიგიური ფაქტორიდან, რომ ეს უპირატესობის განცდა
ჩვენში იყო ეხლა 15 რესპუბლიკიდან საქართველოს ამდენად არ იყო დაჩაგრული. ანუ რა დონეც იყო მთლიანად ამ საბჭოთა კავშირში, იქ საქართველოს ამ სხვა სამხალხო ქვეყნებს არ უადრი. მე ვიძახი ამ 15 რესპუბლიკაში რა დონეც იყო, საქართველოს არ იყო ნამდვილად რაღაცა ქვედა დონეზე. საკმაოდ მოწინავე რესპუბლიკა იყო, მაგრამ ქართველი არ იყო კმაყოფილი. იმიტომ რომ ქართველის ამბიცია, ცხოვრების დონე არ იყო, ქართველის ამბიცია იყო, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. ის უნდა არსებობდეს მსოფლიო რუკაზე როგორც სახელმწიფო. კი და ზუსტად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დამოუკიდებლობას საქართველოს ითხოვდა არა სამხედრო რაღაცა ანუ რაღაც უსაფრთხოების რაღაც კავშირში გაწევრიანების მიზნით ან რაღაც ეკონომიკის პრობლემებიდან გამომდინარე, მაგ მოტივით არავინ არ ითხოვდა დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობას საქართველოს ითხოვდა თავისი კულტურული და იდენტობის, თვითმყოფადობის გადასარჩენად. ანუ საქართველოს ჰქონდა ის ამოცანა და ის ამბიცია, რომ ის არის უნიკალური კულტურის მქონე ერი და მას ჭირდება დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ მისი კულტურა უფრო გამოვლინდეს და რეალურად სახელმწიფოებრიობაში გამოვლინდეს მათ შორის. ხო, ანუ სახელმწიფოებრიობა რა არის? სახელმწიფოებრიობა არის გარკვეული კულტურის უკვე პოლიტიკაში გამოვლინება, ხო? ეგ თუ რაღაცა ქვეყანა იმდენად უკვე ყველა მიმართულებით რაღაც ჩამოყალიბებული კულტურაა, ის მე პოლიტიკაში თავს იჩენს, ხო? ამიტომ მაგის ამბიცია ქონდა საქართველოს. ეგ თავისთავად ცხადია, საქართველოს იყო, ძალიან დიდი ისტორიის ქვეყანა, ხო? და რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ეგ ამბიცია ქონდა. მაგრამ თვითონ ეს კონტექსტი, რომელიც ხდებოდა, ეს მნიშვნელოვანია, რომ დავამატოთ, იმიტომ რომ საქართველოში ეს არ ხდებოდა მარტო საქართველოში. ეგ პროცესები, ანუ საბჭოთა კავშირის ნგრევა მთლიანად საბჭოთა კავშირში იყო უკვე ეგ შეხედულებები გავრცელებული და სხვათა შორის თვითონ რუსეთში საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა, ხო? მაგ სიტუაციამდე იყო მისული, ხო? ანუ ფაქტია, რომ საქართველოში აი ეს პირობები, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, კულტურული ეს რელიგიის მნიშვნელობა, ასევე ის, რომ ჩვენ აი ბოლო წლებში უკვე საერთაშორისო დონეზე საბჭოთა კავშირი უკვე წაგებისკენ წავიდა, ჩვენში მომწიფდა ეს ობიექტური გარემოება იყო. ჩვენში მომწიფდა ის განწყობა, რომ ჩვენ გვინდოდა დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, როცა დამოუკიდებლობის სურვილი ჩნდება, მაგას რა თქმა უნდა პასუხი მოყვება, ხო? ეგ არის ბუნებრივი პროცესი. ყოველთვის ეგ არის მტკივნეული მოვლენა. არასდროს არ არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იავარდით მოფენილი. ხო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყოველთვის რაღაც წინააღმდეგობას ეგ იყო ხანგრძლივი მუდმივი პროცესი, იგივე 78-ში ენის დასაცავად და ასე შემდეგ. და 91-ში ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა 99 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე. მაგას წინ უძღოდა რეფერენდუმი, გასაგებია, ეს რეფერენდუმი იყო უბრალოდ სრული ფორმალობა რა, ფორმალობა იმ კუთხით, რომ გასაგები იყო ხალხი მან რა პოზიციასაც, ფორმალობა კი არ იყო, აბსოლუტური იყო, მაგრამ ყველა მიცოდა, რომ ყველა იტყოდა, რომ რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა გვინდა. და გამოცხადდა დამოუკიდებლობა. 35 წელი გავიდა დამოუკიდებლობის 9 აპრილიდან, 91. რა ტიპის სახელმწიფო იყო მაშინ დასახული, ანუ რა გვინდოდა და მე როგორ განვითარდა იმის მერე, რამდენი ხელისუფლება იყო ეროვნული ხელისუფლება ყველაზე ხანმოკლე, გასაგები მიზეზების და მოვლენების გამო, იყო შევარდნაძის ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რა ფორმითაც ის მოვიდა, მაგიდან გამომდინარე, თუმცა საკმაოდ დიდხანს მართავდა
მე ეგრეთ წოდებული ეს რეფორმატორები სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სახით და ეხლა უკვე დღევანდელი ხელისუფლება. მოდი ქრონოლოგიურად როგორი ტრანსფორმაცია განიცადა ჩვენმა ქვეყანამ და რაც დღეს გვაქვს რამდენად არის ის რისთვისაც მაშინ იბრძოდნენ თავი. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ როგორც უკვე აღნიშნეთ, როცა თავიდან, აი სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა საქართველოს, თავიდან როცა ხალხი იბრძოდა რეალურად დამოუკიდებლობისთვის, რეალურად იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო სუვერენი, ხო? მაგრამ როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ, ხო? შემდეგ ჩვენ საზოგადოებაში მოხდა ტრანსფორმირება აი ამ მოლოდინის. და ეს ტრანსფორმირება, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხელშეწყობაც იყო გარედან მაგ ტრანსფორმირების და რას გულისხმობ? ანუ ჩვენ დამოუკიდებლობის სურვილიდან გადავედით ეკონომიკურ და სამხედრო კავშირში გაწევრიანების სურვილში. ხო? ანუ ჩვენ თავში ენერგია ვიპოვეთ, რომ დამოუკიდებლობისთვის გვებრძოლა იმისთვის, რომ აი ჩვენი თვითყოფადობა გვინდა, ჩვენი დამოუკიდებლობა გვინდა. ეგ მაგან მოგცა იმისი საკმარისი мотиваცია, რომ გვებრძოლა, ხო? მაგრამ როცა შევიძინეთ დამოუკიდებლობა, მერე რა თქმა უნდა გამოწვევები გაჩნდა ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ეკონომიკის კუთხით გამოწვევები გაგვიჩნდა, ხო? იმიტომ რომ უზრუნველყოფილი რაშიც ჩაწერილი ვიყავით, რა ეკონომიკის სივრცეში ჩაწერილი ვიყავით და რა უსაფრთხოების მექანიზმშიც ჩაწერილი ვიყავით, მანდან გამოვედით, ხო? და თავისთავად ცხადია ეკონომიკის კუთხით და უსაფრთხოების კუთხით აღმოჩნდა მერე გამოწვევები, ხო? და ეს გამოწვევები რო აღმოჩნდა, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის სურვილი ტრანსფორმირდა ეკონომიკურ და სამხედრო კავშირში გაწევრიანების სურვილში. და ეს ისე ტრანსფორმირდა ჩემი აზრით, რომ ეს საჭიროებს სერიოზულ ანალიზს. ეს ისეთი ტრანსფორმირება განიცადა საქართველოში მაგ მოვლენამ, რომ თლად ცნობიერად ეს ყველაფერი არ ეს ცოტა ემოციურ და რაღაც შეძახილების დონეზე მოხდა ეს ყველაფერი. ანუ ვიღაცას შეიძლება დღეს, ვინც სკანდირებს, რომ სადღაც უნდა გავწევრიანდეთ, ხო, ევროკავშირში და ნატოში, შეიძლება გონია, რომ იმის გაგრძელებას სკანდირებს, აი რასაც მაგალითად 9 აპრილისზე ხალხი ითხოვდა. ხო, ვიღაცას შეიძლება ეგ წარმოდგენა აქვს, მაგრამ ეს თვისობრივად საერთოდ ერთმანეთთან კავშირში არ არის ეს პროცესი, იმიტომ რომ მაშინ ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. მაშინ ხალხი იბრძოდა ეკონომიკური და სამხედრო კავშირიდან განთავისუფლებისთვის. და ეხლა საქართველოში გაჩნდა ასეთი მოცემულობა, რომ აი ეკონომიკური და სამხედრო კავშირი გვინდა. ხო და ეგ საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ალბათ რაც უფრო დრო გავა, უფრო და უფრო მეტად მოხდება მაგის ანალიზი, იმიტომ რომ ჩვენ მთელი რიგი პრობლემები აი მანდედან გვექმნება, აი მაგ საკითხის გაანალიზების ნაკლებობიდან გვექმნება. ჩვენ დღევანდელი ჩვენი მოცემულობა რომ ავიღოთ, ჩვენ დღეს ვართ ასეთი ქვეყანა. არსებობს ევროკავშირი და ნატო, ხო? ჯერ აი საგარეო პოლიტიკაზე რო ვილაპარაკოთ, შიდა საკითხებზე. შიდას რო გავანებოთ. ხო, აი ქვეყნის პოლიტიკა ყოველ შედგება ორი ნაწილისგან, არის შიდა პოლიტიკა, ანუ შიდა პოლიტიკური თხისწესრიგი და საგარეო პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ცალ-ცალ განვიხილოთ, როგორ ტრანსფორმაცია განიცადა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. კი, აი არსებობს ევროკავშირი, რომელიც ძალიან გავს
თავისი სახელწოდებით საბჭოთა კავშირს კი. გავს. იმიტომ რომ თვისობრივად დაახლოებით იგივე დანიშნულება აქვს, ხო? დანიშნულება იგივე. დანიშნულება არის ის, რომ ეკონომიკური და სამხედრო კავშირია თავისი ნებით ქვეყნები, აი ფურცელზე რაც წერია, თავისი ნებით წევრიანდებიან და ყველას აქვს იქიდან გამოსვლის უფლება. ევროკავშირზე მაქვს, ეს საბჭოთა კავშირში არ აგვერიოს, იმიტომ რომ ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ ევროკავშირში ეგრეა, ხო? და ჩვენ ვართ ახლა ქვეყანა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ეს სირცხვილია სინამდვილეში, ეგეთი რაღაც კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ ჩვენ ჩავწერეთ. კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ჩვენ რა ვისწრაფოდეთ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, ხო? და ძალიან იდეოლოგიზებულია თან ეგ უნდა ითქვას ევროკავშირი. ევროკავშირი არის ძალიან იდეოლოგიზებული სივრცე, რომელიც რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის. რელიგიური არ არის. ანუ პირდაპირ მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე რელიგიური შეხედულებების წინააღმდეგ არის ყველა ინიციატივა, ხო? კანონმდებლობის დონეზე და ზოგადად ლიბერალიზმი მაგას ნიშნავს, ხო, რელიგიასთან წინააღმდეგობაში ყოფნა. ხო, ანუ ძალიან იდეოლოგიზირებულ, რომელიც ჩვენს ფუნდამენტურ აი ფასეულობასთან წინააღმდეგობაშია, რის გამოც სინამდვილეში მეც ვეთანხმები, რომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას მეც ვემხრობი. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოთა კავშირი იდეოლოგიზებული იყო, ათეისტური იყო. ჩვენ ქრისტიანული სახელმწიფო უნდა ვიყოთ. ხო, ოღონდ ჩვენ ტრანსფორმირდა ეს პროცესი, აი ეს თავისუფლებისთვის და ეს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, რო ტრანსფორმირდა ათეისტურ იდეოლოგიზებულ კავშირში გაწევრიანების სურვილად, ეს ჩემი აზრით, ეს არის იმხელა ტრაგედია საქართველოს სახელმწიფოებრიობიდან გამომდინარე, იმხელა ტრაგიკულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. თან ამ პროცესს ბევრი ვერაცნობიერებს, ბევრს გონია, რომ ეს იმის გაგრძელებაა. ბევრს გონია, რომ ამისთვის იბრძოდა ხალხი. ანუ ეგ სამწუხარო ფაქტია, რომელიც ძალიან სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს და ჩვენ ამას თუ აი თვალნათლივ გავაცნობიერებთ, რომ რეალურად 9 აპრილს რისთვისაც იბრძოდა ხალხი. ეხლა დღეს ჩვენი ქვეყანა სინამდვილეში კონსტიტუციაში უწერია, რომ მანდეთ უნდა ვისწრაფოდეთ, რის წინააღმდეგაც იბრძოდა. კონსტიტუციაში უწერია ჩვენს ქვეყანას, მანდეთ უნდა ვისწრაფოდეთ. ხო? ეგ არის ძალიან ისეთი საკითხი, რომელზეც ჩემი აზრით რაც შეიძლება მკაფიოთ უნდა და ბევრჯერ უნდა თქვას პოლიტიკურ სივრცეში ადამიანებმა ბევრჯერ უნდა ილაპარაკონ ამ თემაზე, იმიტომ რომ ამის ნაკლებობა ჩვენს ქვეყანაში არის საერთოდ ასეთი რაღაცა, ხო ეს ხო გავრცელებული მოცემულობაა, საერთოდ ადამიანს სიკვდილის მერე რატო აფასებენ, ხო? ეგ ხო ყველამ ვიცით, ადამიანი ფასდება სიკვდილის მერე, ადამიანი სიცოცხლეში არ ფასდება, იმიტომ რომ სიკვდილის მერე ყველამ შეუძლია მისი სიტყვები სათავისოდ გამოიყენოს. ცხოვრებაში ვერ გამოიყენებს, ცხოვრებაში ის სიცოცხალეა, შენ რო გამოყენებას დაიწყებ, ის იტყვის, არა, მე სხვა რაღაცას გულისხმობდიო, მაგრამ როცა ადამიანი ცოცხალი აღარ არის, ხო, მე რასაც გინდა ილაპარაკებ, შენ ილაპარაკებ იმის მაგივრად და იტყვი, რომ ის ამას გულისხმობდა, რაც მე მაწყობს იმას გულისხმობდაო, ხო? და ამიტომ მე ყველა ცდილობს, რომ კარგი ადამიანი რაც შეიძლება უფრო ცაში აიყვანოს და სათავისოდ გამოიყენოს, ხო? ეგრე ხდება.